აჰა. ეხლა შევედი ბლოგში და აი ავიღოთ ახლა ჩვენი კარგი სტატია, რა, აი ყველაფერი კარგად გვიწერია ამ სტატიაში, ფოტოც კაიზომაა და ნუ ასე შემდეგ, ხო? ეხლა ავიღოთ ცუდი სტატია და უშუალოდ აი ახლა ეს, ხო, რომელიც ნუ გასასწორებელი გვაქვს. ეხლა რა ხდება? აქეთ გვაქვს, ნუ ესეთი სტატია, აქეთ გვაქვს ესეთი სტატია. ეხლა რა ვქნათ და როგორ მოვიქცეთ ჩვენ? მაქსიმალურად უნდა დავამსგავსოთ ეხლა ეს სტატია, აი ასეთ კარგ ლამაზ სტატიას. პირველ რიგში დავიწყოთ ეხლა რითი რომ გავხსნათ ელემენტორი ერთგანაც, გავხსნათ ელემენტორი მეორეგანაც. ანუ ორივეს ის ვნახოთ. რა ხდება შიგნით. აჰა. ესე იგი აქ გვაქვს ფოტო და მერე ნუ მოდის ესე აქ ტექსტი, ხო? აქეთაც აქეთაც ნუ ეს ფოტო გვაქვს, მერე მოდის აქ ტექსტი, ფოტო, პროდუქტები და ეს შემდეგ. კაი. ეხლა აი აქ ეხლა რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? აი ამ იმას რა პროდუქტები უნდა ჩავსვათ? ხო. მაშინ ხო, მაშინ ესე ხო. ნახე, მაშინ აი ესე გავაკეთოთ. ოკეი, მაშინ ესე გავაკეთოთ. ფოლდერი გავხსნათ my templates-ი აქ. სანდა გვაქვს აბა? აჰა. სტატიის შაბლონი ჩავაგდოთ ეხლა ჩვენ აი აქ. აჰა, ესე ჩავაგდეთ. ესე ჩაიტვირთოს. აჰა. ეხლა დავაკოპიროთ ჩვენ აი ეს მოიცა აქ ეს ტექსტი აღარც გვინდა, იმიტომ რომ დასახელება ხო ისედაც აქვს. ზემოთ. შესაბამისად არ გვჭირდება ეგ ტექსტი. აჰა. ავიღოთ მაშინ ეს ტექსტი. ტექსტის ადგილი რო გვაქვს, ჩავსვათ აქ. აი ხა ეს ფოტო გვინდა ხო ჩვენ? ეხლა ნახე, აქ გვაქვს და ეს სხვანაირი ბლოკია. მოდი, ამ ფოტოს რა ქვია ერთი ნახოთ. აი ეს. ხო და აი ხა მე რომ ამას გადავაკეთებ, მე დადებით ხო უკვე მარტივად დადებ შენ. ხო. კი ბატონო. ხო, ეხლა ესე იგი ეს წავშალეთ. მეც აქ რა ვქენი? ესე. აჰა. ეხლა ეს ძველები წაუშალე, ესე. ვაი. მაიცა კაცო. აჰა, всё, კაი. ეხლა აქ რა ხდება? ანუ ეს ტექსტი წამოვიღეთ ეს ფოტო. აქ რა გვიწერია 800 475-ზე. 679 დავწეროთ 675 დავუშვათ. ეს მეტი არ ზრდიდება, ფოტო არ არის უბრალოდ მაგ ხელა რა. ფოტო არა გვაქვს მაგ ხელა, აი ესე იყოს მაშინ. მე აქ პროდუქტი. ეხლა ნახე აქ როგორ არის რა. გადავიდეთ ეხლა ბლოგში. ნუ პრინციპში ეს არ გვჭირდება ეს ყველასა. ბლოგში რო გადავალთ, აი ეს ეხლა ეს ბოლო, აი ესე. აი ესე გამოიყურება ეხლა ეს. აქ უბრალოდ ეხლა შენი პროდუქტები უნდა ჩასვა რა. რაც მოგინდება. ანუ აქ უკვე edits რო დააწვევი, აი აქ ზედ რო დააჭერ, აი ამას თვითონ. ხო, აქ უკვე მერე ხო. ხო, აქ უკვე შეიყვან მაგებს. უბრალოდ ეხლა ნახე, მე პირადად აღნიშნავ რა არ მომწონს რა, რომ ეს ფოტო, აი ეს ფოტო, ხო, ნახე?
არის 679 679-ზე. რაც არის ძალიან პატარა. ანუ ნახე, ეს რა კარგი ფოტო არის და რა კაი ზომა და სტანდარტი და ეს საერთოდ ამოვარდნილი არის. ეხლა ნახე, ეს კარგი ფოტო რომელიც არის და რომელიც გაშლილია არის 1353-ზე. მაშინ ყველა უნდა გავაკეთოთ ეგეთი. აი ხა ავიღოთ კიდე მოდი ერთი ფოტო ფრიპიკიდან. აი ეს ხო kitchen-ია, ხო? რაღაცა kitchen-ის ის ავიღოთ. აი ფოტო ავირჩიოთ აქ და გვინდა უფასო ვარიანტი რამე. აბა, რა გვაქვსო აქო ეხაო. აი ეს ხო არ ავიღოთ. ან აი ეს ავიღოთ თუ გინდა. აი ეს ნაწილი. თუ რამე სხვა ხო? აი, აქ რაო რამიდაო. შენო უკვე ბევრი ჩაიწერეო და აი გავიაროთ ავტორიზაცია. ამას ხო ვიწერთ? რა უნდა, კაცო? მაგა გავლილი და create strong აიგენოც. წამე. რაო, smart რატო კაცო, რატო? წამე. Okay. After signing the device, after changing the password. So, ეხლა ჩავიწეროთ ეს ფოტო. ვიწერთ. ეს რა ზომა არისო? 1300-753-ზე. ავიღოთ ეს. და გავწეროთ 1300-753. აი ასე. image size და 1300. დავჭერით ზომაც, მივეცით. კი ბატონო. და ეხლა აი აქ უნდა შევცვალოთ ჩვენ ეს ფოტო. ანუ თავარ ფოტოს ვსვლით ეხლა. ეხლა აქ ფოტო დავჭერი, მივჭერი, მოუჭერი, JPG-ში უნდა დავიმახსოვრო და ფოტოს უნდა დავარქვა დასახელება სტატიის და ბოლოს მივაწერო, რომ ეს არის ფოტო. ეს. და ეს 97-მეც კარგი იქნება. დავასეივოთ და ეხლა თუ მე მთავარი ფოტოს შეცვლა მინდა, ანუ აი ამ ფოტოს შეცვლა, ანუ გარეთაც, შიგნითაც, ეს უკვე ელემენტორში არ ედიტდება. აქ უკვე edit posts ვაწვევით, ანუ ელემენტორში მთავარ ფოტოს არ ვცვლით. და აი აქ ქვემოთ ჩამოვდივართ და აი აქ feature image შევცვლით და დავაყენებთ ახალს. აი ასე. ავტვირთეთ ეხლა. ხო. აი აქ. ხო, კატეგორია შევუცვალოთ, ხო. Okay, ეხავე. Floral corners მოვაშორებთ, ანუ ისევ წიწკას დავაწვევით, რომ მოშორდეს და kitchen and cooking-ში? მე მგონი გააგდო, თუ რა ქნა?
ერთი წამით უკაცრავად ერთი წამი და მე ვიცი ხო გაითიშა და დავბრუნდით. რას ვაკეთებდი ხო? ფოტოს ვსვლიდი. ფოტო ხო და აი kitchen and dining-ი უნდა ავირჩიო, ხო? თუ kitchen and cooking-ი კაც. სხვა არაფერი ხო აქ? მოიცა? აჰა. ის პროდუქტებში გვაქვს. აქ kitchen and cooking-ი. ავირჩიეთ და update. ეხლა წავიდეთ ბლოგში. აბა შევხედოთ რა გამოგვივიდა. ჩამოვედით გვევით. აი. ესეთი გამოვიდა უკვე. დავაწვევით. მთლიანზე გოხდათ გაშლილი და აქ უბრალოდ პროდუქტებს შეცვლი და ეგ არის. ეს ჩვენი ამბავი. ეხლა გადავიდეთ, მოდი ეს ვიდეო კიდე იწერებოდეს. გადავიდეთ შემდეგ ბლოგზე. ესაა? აბა შევედით ახლა შიგნით. აქ ესე ჩააგდე? აჰა. ხო. კაი, რა ვქნა ახლა მითხარი აქ აბა? კაი, გავხსნათ ახლა ელემენტორი. ოკეი, აიცა. აი მაგალითად, აქ რა გინდა რომ ორი ფოტო გქონდეს? აი აქ ნახე, აი დავწეროთ 1000. აჰა. აი აქ space-ი გაქვს. აქ ძალიან მოგივიდა მყვალე. ელემენტი როგორ ქნა? ნახე, მეორე ფოტოც გინდა რომ იყოს და გვერდზე ტექსტი? აი დაუშვათ. აი დაუშვათ მინდა ესეთი. ეხლა ნახე. აი ამასთან რომ მივიტანე ჩარჩოში. აი ეს ჩარჩო ხო არის აქ? აი რაღაც ჩარჩოში ხო ზის? არის პლუსი, არის რაღაცა შუაში ნიშანი და მერე x. შუაში ნიშანთან რომ მივიტან და ხელმარჯვნივ დავაწვევი არის დუბლიკეიტი. დაადუბლირებ და მერე შეცვლი. მაგალითად ეს ფოტო შეგიძლია მოკიდო ხელი გადაიტანო მარცხნივ. ამ ტექსტს მოკიდო ხელი გადაიტანო მარჯვნივ. ხო, კი გაცვლი. აი ნახე ეხა ხო ესეთი ფორმატი მაქვს დავუშვათ. აი მინდა რომ თლიანზე იყოს, ხო დავუშვათ. რა შემიძლია გავაკეთო, ნახე, შემიძლია რომ გავაკეთო ესეთი რაღაც. აი აქ პლუსი როა სუქვევით, აი ეს ფოლდერი და რაღაცები როა. შეგიძლია რომ რა ქნა, რომ აი დააჭირო ფოლდერს. არა, ბოდიში მაგას არა. აი სულ აი მარჯვნივ, აი სულ ბოლოში რო არის, აი ამას დააჭირო. აი აქ all-ში აირჩიო რამე, აი მაგალითად სადა გვაქვს.
ტექსტი და ინფობოქსი, პოსტი. ტექსტშია და აქ არის ფორმები დაუშვათ სხვადასხვა. შეგვიძლია აქედან რომელიმე ფორმა თუ მოგეწონება აიღო და შეცვალო მერე, ხვდები? აი ნებისმიერი ვარიანტი თუ რაღაცა მოგეწონება ამებში და მერე ჩააკორექტირო. აი მაგალითად ავიღოთ ინფობოქსი. აი ესეთი რაღაცები შეგიძლია პირდაპირ ინსერტს რო დააწვევი, ავტომატურად ჩააგდებს და შეგიძლია ზედ შეცვალო რაღაც. აი ბლოგში ხო, აქ ხა ბლოგში ეს სხვა რაღაცა არის. და გარე ვიზუალებია. აი image grid-ი, აი ფოტოები, ტექსტებით, აი ესეთი რაღაც ვიზუალები და მერე ზედ უკვე თქვი. ხო, აი რომელიც არა, დაემატება ჩვეულებრივად. აი მოიცა რაღაცაა ვარჩიოთ. დავუშვათ. Tabs, titles აი დავუშვათ. ავიღოთ ეს, აი ეს. Inserts დავაწვევი. ნახე ხარ ასიზამს. ეს ხო ზევიდგა. აი ეს ქვევით ჩააგდო. და აქ შეგიძლია შეცვალო. ხა აქ ნახე. აი აქ ეხა ნახე ეს სუდად ჩაჯდა. ნახე რა რაღაცნაირად ეს ბოლომდე არ ჩანს. მარცხნივაა ძალიან გაწეული. და ეს რო ჩავარდება აქ, აი convert container-ი ქვია და უნდა დააკონვერტო. და დააკონვერტებს. ესე თქვა, კონტეინერში მე უკვე ის არის. დასვავს ლამაზად. აი, მოიცა? აი დააკონვერტა. ეხა ეს ავწიეთ. მოიცა დავაფაბლიშო ჯერ. შევხედოთ აბა როგორ ჩაჯდა ჯერ სტატიაში შეიძლება ელემენტორში უბერავს. აჰა. ეს თლიანზეა გაშლილი, ნახე. ეს ხო ჩამოვიტანე. აი აქ disable. So. ესე ჩაჯდა. ეხა აქ ნახე რა მაქვს. შეგვიძლია აქ დასახელება შეცვალო, ამისიც შეგვიძლია პირდაპირ დავუშვათ წაშალო, აი რომ მიიტან რამესთან. თუ წაშლა გინდა, მიიტან, მარჯვნივ დააწვევი, delete. მარჯვნივ დააწვევი, delete. აქ ფოტოს ვსვლით ჩვეულებრივად, აქეთ ამ მხრიდან. აქ რაღაც შეგვიძლია აიკონი შეცვალო, კონტენტში აქ ტექსტი შეცვალო, ანუ უბრალოდ წაშალო დავუშვათ. პროდუქტებიც აქ ზედ რო დააწვევი, აქაც შეგვიძლია ჩააგდო ეს პროდუქტები რაც გინდა. ანუ ბევრნაირი ელემენტია, და მე უკვე დავუშვათ, როცა ამას შეცვლი, მე შეგვიძლია ამ ელემენტს ხელი მოკიდო და სადაც გინდა იქ ჩასვა. აი მაგალითად ჩავსვათ აი აქ თავში დავუშვათ, ხო, მთავარი ფოტოს მერე. აქეთ ჩაჯდება. ეხლა მოდი x მივცეთ ამას. publish. აი ახლა აი აქ დავუშვათ, ხო? გაქვს დიდი სპეისები, ალბათ ტექსტში გაქვს თვითონ სპეისი? აჰა, ტექსტში ქონია სპეისი. ეხლა აქ უკვე ესე არის. კარგად ზის. ანუ ამას ცოტა უნდა ეთამაშო რა, რომ დაამუღამო ეგეთი მომენტია. ეხლა კიდე ნახე. ეხლა ნახე რა ხდება. აი ეს ფოტო არის ძალიან ოთხკუთხედი და დიდი და მთელი ამბავი რა. ეხლა რა უნდა ვქნა? უნდა ავიღო მე ეხლა ეს ფოტო. ფოტოპიაში შევაგდებ. და ეხლა უნდა დავჭრა, რომ ლამაზად გამოვიდეს. დავაჭირე დაჭრას და ეხლა 1300 753. აი ესე უნდა გავაკეთო ეხლა. აჰა. ექსპორტი JPG დავწეროთ 1300 JPG ფორმატში ავტვირთოთ. აჰა. და ეხლა edit post-ი, რომ ეხლა თუ თავარი ფოტო თუ მინდა რომ შევცვალო, ხო ეს edit post-ში უნდა იყოს. ეს რა კატეგორია, ფლორალი კატეგორიაა ესა? აჰა. მოვაშალოთ ეს, kitchen cooking-ი მივცეთ და თავარი ფოტო ეხლა შევცვალოთ, ავტვირთოთ ახალი. აი ეს.
აი ესე. წავშალოთ ის ძველი. ახლა გადავიდეთ აბა ბლოკში. აჰა, დადამ. აი უკვე ნახე გვერდი-გვერდ ზის გოხდათ. ეხლა აბა სად უნდა წავშალოთ ესე იგი? ეს არის? ძველ ამის ძველი ვერსია. იგივე სახელი ქვია და. ეს არ არის? ეს არ უნდა წავშალოთ? ეს უნდა წავშალოთ. ხო. ხო, ანუ ის რაც გავაკეთეთ და ესე იგი ხა ამას ვშლი მე. შო, ის აშლილი არის. აჰა, ეხლა ვაკეთებთ ჩვენ აი ეს გვაქვს top 10 ამბავიო, ხო, აქა. ხო, შევიდეთ. ხო, ესე გაქვს შედებული, ხო. უნდა დადო ესე იგი. აუ არა, დადე ხოლმე რა ეხლა წავიდა. ჯობია, არაფერი არ ხდება, მაგრამ ჯობია რომ დადო ხოლმე ცალკეც რა. ანუ შენთვის არის კარგი ვთქვი. კი, ეხლა ნახე. ეხლა გადავაკეთოთ და მერე ჩადე შენ. ეხლა ნახე, მოდი მთავარი ფოტო ავარჩიოთ ამისი, ხო? რამე. ესე იგი top 10 kitchen რაღაცა ესეთი რაღაცა ფოტო გვინდა. წავედით Flippic-ზე. მივსერჩოთ აბა. ფოტო frame. აბა რა გვაქვს აქ აბა? რა ავირჩიოთ ეხლა ჩვენ აქ მოიცა. აბა ნახოთ. და. ცირთად აეროგრილებია. საერთოდ იგივე რომ არ გამოვიყენოთ. ესეთი რამე წავა? ბავშვთან ერთად. რაღაც ფრესითია. ჩავიწეროთ. ნუ კიდოთ ჩავავედოთ აქ. მე ხა დავჭრათ. ჰოპ. image size 1000. export as jpg დავარქვათ სახელი. ნუ ფოტო მივაწეროთ ასე. ეხლა edit post-ში გადავდივართ რომ თავარი ფოტო იმას ვქნათ. ამას ხო კატეგორიაც უნდა შევუცვალოთ, ანუ kitchen-ი უნდა იყოს. Florali არა kitchen-ი. ასე. აჰა. აჰა. Alt-ს გავუწეროთ. აჰა. Update. ამას ლინკი შევუცვალოთ დავარქვათ რაც უნდა იყოს ლინკი. აჰა. ეს ელემენტორი რაღაცა ერქვა ლინკზე. აი, თავარი ფოტო ჩაჯდა. ეხლა წავიდეთ შევცვალოთ შიგნით. ეხლა უკვე ელემენტორი გვინდა შიგნით შესაძლოა. აჰა.
ეს ბლოკშიც რო გადავიდეთ. აი ესეთი. მე ნახე რა ლამაზად ჩაჯდა უკვე. აქაც ფოტოებს რო შეცვლი, სხვა დანარჩენი იმისაც იგივე ზომებზე რო იქნება იდეალური. აბა დავველოდოთ ჩაიტვირთვა შეხა, ესეც შევცვალოთ. აბა ეხლა აქ რა გვაქვს, ხო? ესე იგი ესეო და აქ ესენი რადგინდა? თუ quick list-ის სპონჯი იყოს ხო პრინციპში. ნუ, ესეც იყოს. ეგეც იყოს კი ბატონო, my templates insert. ჩვენი შაბლონი ჩავსვათ აქ და შაბლონზე მოვარგოთ. ესე იგი ეხლა ეს quick list-ი ეს ჩვეულებრივად ჩავიტანოთ ქვევით იყოს, მაგას არ შევცვლით. აი ეს quick list-ი წამოვა, უქვევით ჩაჯდება. იყოს აქ. აქ, აბა ეს რა არის? H3-ია, ეს უნდა იყოს H2. აი ეს ნინძა და ეგენი H5-ებია. ესენი უკვე უნდა იყოს H3-ები. ნახე როგორ აქ ესა. მაგრამ იქაც ხო გამეორკა ეს პარაგრაფები ჯობია რომ იყოს, პარაგრაფები იყოს აი ესე. რომელიც იქნება გაბოლდილი, აი ეს. იმიტომ რომ ის პროდუქტებს შენ რო იქ დადებ, ისედაც H3-ები იქნება. მაგიტომაც, სო. ეხა აქ რა გვაქვს? ზემოთ გვიწერია ეს არ არის საჭირო, აი ეს ტექსტი, იმიტომ რომ უკვე აქ გაქვს ეს ხო დასახელება. ეს უნდა ამოვიღოთ. მერე discover the kitchen gadgets 25. ოკეი. შევქნათ. ცა. ეს უნდა იყოს უკვე H2. ეს ასე. ეხლა ეს ტექსტი ჩვენ უნდა ავიღოთ და აი ეს არ არის საჭირო ამის ბოლნად ყოფნა. ეს წავიღეთ. ეხლა აქ ნახე როგორ გაქვს, ესე იგი 4 პროდუქტი გაქვს. თუ არა. მაშინ ეხლა ეს ავდგეთ, აქ წავიღოთ. და ეს ტექსტი გაქვს. აჰა. ხო. აქ პრინციპში ეს ფოტო არ გჭირდება შენ. აჰა. ანუ ეხა ნახე მაშინ ეს პროდუქტები ამოვიღო აქედან? ანუ ნახე ხო, მე ამ პროდუქტებს ამოვიღებ და აი აქ გაქვს ეგ 10 ცალი ეგ ლინკები რო არ დაგეკარგოს რა და აი აქედან ჩასვა უბრალოდ. ნახე ეხა აქ რას ვიზავ? ეხა მე ამებს ვიღებ, აი ასე. აჰა. დაიწყება ესე იგი enjoy cooking, მოიცა, like never before. ეს არ გჭირდება. იქნება დისკო ამით დაიწყება, მერე წავა პროდუქტები, მერე enjoy რაღაც და ესე. ოღონდ აქ ნახე რახან ბევრი გაქვს, ეს სლაიდი კი არ იყოს, იყოს გრიდი.
და აქ ჩაჯდება ეს ისინი რა, მაგრამ აქ ხო, ხო. და ესე გამოვა, რომ ყველა პროდუქტი დაინახოს ტიპმა რა. სროლა რო არ მოუწიოს. იep და მე აქ უნდა გაწერო. კი, აქ უნდა გაწერო მე. ანუ აი ესეთი ტიპი გამოგვივიდა. აი ხა რო გადავიდეთ. ნე? აქ ეს არის, აქ უბრალოდ ამებს შეცვლი და всё. არ გავიკეთებია living room-ის კატეგორია? მოდი აბა ზუსტად მომწერე როგორ დავარქვა? просто living room-ი და ვსო, ხო? მეცე ესე ხო? ხო. living room-ი როგორც თავარი კატეგორია იმედი. კაი, აი კაი, მაშინ living room-ს ახლა ვაკეთებ. აჰა, living room-ი. და ახლა ეს living room-ი მენიუშიც უნდა ჩავსვათ. ანუ იქ კი ბატონო, იმას ვქენით. ბაზაში გვაქვს, მაგრამ ახლა მენიუებშიც გამოვიტანოთ. ესე იგი რა არის? ახლა ბლოგის მენიუ. ბლოგის მენიუში product კატეგორია არა, აი კატეგორია. living room-ი აქ ხო გვა, აი living room-ი. რის მერე ჩავსვათ living room-ი? living-ი, kitchen-ი და მერე იყოს floor არის? floor. აჰა, კარგი. მაშინ ახლა სხვა მენიუებია, bottom menu-ში ყველგან გადავხედო, რომ სადმე არ გამოგრჩეს. აქაც გვინდა ჩვენ მაშინ ეგ. floor living-ი. living-ი ზემოთ. kitchen and cooking-ი და ეს წამოვა ქვემოთ. კატეგორი მენიუ მოიცავება. აქ footer menu-ში აბა რა გვაქვს აქაც ნახოთ. აქ კარგად არა როგორც არის. main menu for mobile. აქაც ნახო. products-ი ისე ბლოგი, აი აქ გვინდა კიდევ. for living room. კი, ყველგან. პროდუქტის კატეგორიაც იყოს living room-ი? ოკეი. ოკეი, იცი. ასე. 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 ხო. რატო ასეთ შევლებს? აუ, ნახე. living ამ მენიუშიც ჩავსვი და აქედან ამოვიღო რომელიმე? smart shopping-ი ხო? აჩა. mobile but smart shopping-ი აქედან ისე იქნება მე ბლოგის მენიუში, უბრალოდ აი მაგ მენიუში, აი ამ ზოლის მენიუში.
თორე იქ ბლოგში ყველა არის. აი ბლოგში აბსოლუტურად ყველა არის. აი ესე იქნება აქ და ბლოგში არის რა ისო ჩვეულებრივად. აქეთაც. აქეთაც ესე არის. ხო. და ეხლა ის გვინდა living room-ის კატეგორია პროდუქტისაც, ხო? აჰა, ოკეი. living room, აქაც დავამატოთ. living room-ი. აჰა, ეს ასე და ასე living აი აქ kitchen და ძამე აქ links living room products ესე დავარქვა links თით. და ეს წავიდეს უნდა ეხა მენიუში. მენიუში აბა სად? აქ ესე აი კატეგორიის მენიუში. და სად იყოს ეს რის მერე იყოს ამ შემთხვევაში? ხო, პროდუქტი. ოკეი. category menu blog button footer menu-ში ხანა. for mobile PC. აჰა, ოკეი. აბა ეხლა შევამოწმოთ ყველგან ყველაფერი. blog living room-ი გვაქვს, all product-ში living room-ი გვაქვს. აქაც გვაქვს living room-ი. კი ბატონო. ყველაფერი არის. ხო. ხო, ხო. აბა შევხედოთ edit with elementor-ში გადავიდეთ მთავარ გვერდից და შევამოწმოთ ეგ ამბავი. ჩვენი ბოლო დადებული არის ეს ბოჰო, ხო? ბოჰოა ეხა ბოლო. ნახოთ. ამ ეტაპზე აბა რა ჩანს ეხა ნახოთ. ამ ეტაპზე ჩანს ესე ჩანს. ოკეი. კი. აბა დავაჭიროთ. აქ ხო ბოლო სამი გამოგაქვს. ანუ ნახე კარუსელი რო გავაკეთო, მერე scroll-ვის დროს ვეღარ დაინახავენ სხვა სტატიებს, ხვდები? ანუ ეგ ძალით მაქვს ეგრე იდეაში. ნახე აქ უნდა გამოჩნდეს 3, ოღონდ აი ეს ამბავი იქნებოდა. აჰა. ანუ როგორ იყო ის დაალაგებული, ჯერ ძველს ანახებდა და მერე ახალს, ხვდები? ანუ ბოლოში ანახებდა. ეხლა უკვე სწორია, всё. აწი ავტომატურად უკვე გამოიტანს. ეს ვიდეო გავთიშო ისე თუ გავაგზავნო ჩაწერა?